დღევანდელი ლექსია იქნება გაგრძელება ბერტის ნაწილის. როგორ შეგვიძლია განვავითაროთ უფრო მეტად ბერტი და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ზოგადად რა არის წინადადების ემბედინგი და როგორ გამოვთვალოთ და გამოვიყენოთ. დავიწყოთ რაც, გავიხსენოთ ჯერ ბერტი რა იყო, დაახლოებით როგორ მუშაობდა, მიზანი რა აქვს. ბერტი ტრენინგდება masked language modeling-ის დახმარებით. თუ მაგალითად LLM-ი ტრენინგდება ავტორეგრესიულად, სადაც გვაინტერესებს ყოველი შემდგომი წინადადების prediction-ი, ამ შემთხვევაში რენდომად ვმასკავთ სიტყვებს და ამ ტასკზე ვატრენინგებთ. ასევე LLM-ისგან განსხვავებით attention mask-ში მარტო ქვედა მატრიცაში ქვედა სამკუთხედს ავტოვებთ, ან ორმხრივი არის. რაც თავისთავად კონტექსტის გაგებაში ეხმარება მოდელს, უფრო მარტივად რო გაიაზროს რა წერია. და მაგასთან ბერტში გვაქვს next sentence prediction-ი, რომელიც აპრედიქტებს რაც შემდგომი წინადადება გაგრძელება არის თუ არა წინადადების. ახლა რა პრობლემები არის, რაც masked language modeling-ი რაც τέτοια არის რა, დატას აძლევდა მარტო 15%-ზე ატრენინგებ მოდელს. თითქოს ინფორმაციას კარგავ. თან ეს 15% რა სტატიკურად ირჩევა. ტრენინგის დაწყებამდე აირჩა 15%, მაგაზე დატრენინგდა. ასევე თვითონ ტრენინგიც ცოტა პრობლემატურია, იმიტომ რომ ხშირად ბერტი პლატოდება ხოლმე ტრენინგისას. რაც გონია რომ შეიძლება აღარ დატრენინგდეს, მაგრამ რაღაც მომენტში ლოსი კიდე დაიწევს დაბლა. და ეგეთი რაც დინამიკა აქვს ტრენინგის. და მაგიტო რაც თული არის, სუსტად იცოდე როდის გაჩერდა ხოლმე ტრენინგით. და რაც პრობლემები არის, დიდი სივრცეა განსავითარებლად. შემდგომ პეიპერი, რაც ბერტის მერე გამოჩნდა, იყო რობერტა. რობერტა უფრო მეტად არის პატარ-პატარა რაღაცებით უკეთესი შედეგის მომტანი მოდელია. რადიკალურად განსხვავებული რამე არ შემოუტანიათ აქ. პირველ რიგში რაც ეს შემდეგი წინადადების prediction-ი დიდად არ იხმარებოდა არაფერში, იმიტომ რომ თვითონ ტასკიც მარტივი არის რა, რაც დიდი ალბათობით ეგ შემდეგი წინადადება განსხვავებული იქნება და მარტივად ასხვავებდა ამებს და არ ქონდა ღირებულება. და შესაბამისად ამოიღეს ეგზერმენტის სტეპი უბრალოდ. რაც დაემატა არის რომ იდეაში როგორც ბერტში, როგორც ახსენე, ბერტში იყო სტატიკური მასკები, რაც ტრენინგის დასაწყისში, რომელიც წინადადება დამასკულიყო, რომელიც წინადადებაში რა სიტყვა დამასკულიყო, ეგ თავიდანვე მოცემული ქონდა ხოლმე. და ეგ რაც მაგაშობია რომ ყოველ ეპოქაში ახლიდან დაარენდო ეგ, რადგან დივერსიფიკაცია ქონდეს რა უფრო მეტად. batch size-ი დიდად არ გვაინტერესებს. ამან იმუშავა ხა batch size-ი, მაგრამ რატო იმუშავა კარგად? არ ვიცი ეგ. და ტოკენაიზერი და ტექსტების რაოდენობა შეიცვალა. უფრო მეტი ტექსტი და ამ შემთხვევაში PP ტოკენაიზერი გამოიყენეს WordPress-ის სახსრად. პატარ-პატარა რაღაცებით, როგორც უკვე ვთქვი,
უკეთესი შედეგი დაიდო. ნუ რობერტა აგინფეისე ეგილეთ ნახოთ ხოლმე. შეიძლება რაღაც რომელიმე ამ წანაში ან ან ჩვენთან ლიგაზე ან ოლიმპიადაზე დაგჭირდეთ ამის გამოყენება და შეგიძლიათ გადახედოთ. XLM რობერტა მასავე საინტერესო ფაქტი, რომ ასე თუ ისე ქართულ ენასაც ასაპორტებს. ძალიან კარგად არის ის, მაგრამ რაღაცები გაიგება რა. და ნუ ამაზე დაფაინტუნებულ მოდელშიც არის ხოლმე ეგ ინფორმაცია მე. ნუ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ რაღაც ზოგადად ეს მოდელები ძალიან დიდ დატაზე, ძალიან დიდ კომპიუტერზე არის დატრენირებული. მაგიტო იშვიათად შევხვდებით რაღაც რაც პატარა რესურსის მქონე ადამიანის მიერ დატრენირებულ შგავს მოდელს რა. უფრო მეტად არის ხოლმე, რომ ამ მოდელს იღებენ, ამას გადააკეთებენ, ავსწავლოთ რა სენტენს ტრანსფორმერი როგორ შევქმნათ მაგალითად და ეგ უფრო მეტად შესაძლებელი არის ხოლმე შემდგომ ესეთი მოდელების გამოყენებით. შეგვიძლია ხო შემდგომი მოდელი რაც შეიქმნა და საინტერესო არის საკმაოდ არის ელექტრა. ელექტრაში საინტერესო არის, რომ აქ არისო რაღაც პატარა სულილება, ანუ აქ ცოტა იდეური ცვლილება იყო რა, რომ ტრენინგის ხასიათი შეცვლილიყო. როგორც უკვე ახსენე, masked language modeling-ში ეს 15% რო იმასკება, ეგ პრობლემატური არის. პრობლემაა იმ მხრივ, რომ რაღაც სიგნალი სატრენინგო სიგნალი არის ცოტა. მარტო 15-ს აპრედიქტებ. LLM-ში მაგალითად ნუ რაც მიუყვებით და ბოლო ენცავს აპრედიქტებთ რა ბოლომდე, თავიდან ბოლომდე. ნუ აქ ეგრე არა. შესაბამისად ელექტრაში გადაწყვეტეს, რომ ორი მოდელი ქონდეთ. განები წესით არ გისავლიეთ, თუ ისავლეთ. არ მახსოვს. ისავლეთ თუ არა. არა. ოკეი. ანუ მაშინ მაგითარ აქვს. ნუ ამის მთავარი მიზანი არის, რომ გვაქვს წინადადება. ამ წინადადებაში დავუმასკავთ რაიმე სიტყვას და მაგალითად ბერტის სახმარებით, ας პატარა small BERT-ის ან distil BERT-ის სახმარებით ავდგებით და დავაგენერებთ სხვადასხვა ვარიანტებს, რა შეიძლება იყოს ამ მასკის ქვემოთ. ანუ აქ შეიძლება მაგალითად იყოს რაც დაღლი, კატა, რა სხვადასხვა ტოკენები იქნება რა, თავისი ალბათობებით. და შემდგომ ამას დავსემპლავთ. შეიძლება ორიგინალიც იყოს, შეიძლება იყოს რაც random რომელიმე მასკა სხვა. და მიზანი არის, რომ თითოეულზე დავაპრედიქტოთ ეს ორიგინალი მასკა არის თუ შეცვლილი არის. არა, ორიგინალი ტოკენია თუ შეცვლილი არის. მაგის სახმარებით ანუ გენერატორი არის, რომელიც ამ წინადადებას შეცვლის, ან დატოვებს იგივენაირად, რაღაც ტოკენებს შეცვლის. და დისკრიმინატორის მიზანი არის, რომ გამოიცნოს, რომელი არის ნამდვილი ტოკენი, რომელი არის შეცვლილი ტოკენი. ეხლა კითხვა დავუშვათ ეგეთი, რომ რატო აქვს ამას უფრო
მეტი სიგნალი ვიდრე რეალურად ბერტს, როცა 15%-ს ვმართავდით უბრალოდ. იდეები? იმ 15%-ს რამდენჯერმე ვამრავლებთ და მეტადაც ვიყენებთ. 15%-ს ვერ მივხვდი ზუსტად რა თქმა. ანუ მასკი ხო მარტო 15% იყო და ეხლა მაგ 15%-დან მაგალითად ერთი მასკიდან ამ მაგალითში არა ბოდი შეერსებად გავიგე. ნუ საბოლოოდ ვიყენებთ დისკრიმინატორს აქ რა. ანუ ეს არის ჩავთვალოთ ენკოდერი რა, ანუ ბერტი რაც უნდა იყოს ეგ. ნუ აქ განსხვავება ისაა, რომ 15 ანუ რეალურად ლოსში მარტო ეს 15% იღებს მონაწილეობას. ანუ ჩვენ ლოს ვითვლით, რომ რაც ეს მასკა გამოიცნო თუ არა. და ნუ კიდე სხვა მასკები რა, წინადადებაში არსებული. მაგრამ აქ ითვლი ყველა ტოკენზე. რომ ეს ან ორიგინალია ყველა, ან შეცვლილია და ორივე უნდა სადაც რომ გამოიცნოს. შესაბამისად იდეაში იქ რაც 15% დატაზე ატრენინგებდი ასე რომ ვთქვათ რა, ან სიგნალი რო 15%-დან ქონდა მარტო. აი კაკ ყველა ტოკენიდან ეხა. გასაგები არის ეს ნაწილი? ოკეი. ხო, ნუ ეს ხო რაც ელექტრას გადაწყვეტა. შეგვიძლია გადავიდეთ წინადადების ემბედინგებს. ნუ ხო, აი, ერთი კითხვა მაქვს. რას გვიბრუნებს ენკოდერი? ბერტი იქნება ეს, რავი, ელექტრა იქნება, რობერტა იქნება თუ რაც იქნება? აი, საბოლოოდ რაღაც რა უთუთი გვაქვს რა. მივეცით მაგალითად 10 ტოკენი. ყველა სიკვენსისთვის, ყველა ტოკენისთვის ემბედინგებს აბრუნებს. კი ბატონო. და ახლა ჩდება კითხვა. კი ბატონო, რავი, დავაბრუნეთ ეგ, მაგრამ რაც მინდა რომ სიტყვაზე დავაკეთო რაც რეტრივალის ტასკისთვის რა. ანუ მაგ ბევრი რა ციგნი და მინდა მოვუძებნო ამ ციგნებიდან რაღაც კითხვას რო დავშო, პასუხი ვიპოვა რა. ამ თლიან LLM-ს ვერ ჩავუგდებ ამასან. რაღაც პლანური გზა მინდა მოვიფიქრო, როგორ ამოვარჩიო ზუსტი პასუხი. და ნუ ამისთვის რა შეგვიძლია გამოვიყენოთ წინადადების ემბედინგი. ნუ რაღაც დიფოლტ მეთოდი რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ბერტის დახმარებით არის, რომ უბრალოდ ეს ემბედინგები აუჯამოთ. როგორც რაღაც რავი ემბედინგების ლექციაში გავივლიდით, ემბედინგს აქვს სემანტიკური მნიშვნელობა და ანუ არითმეტიკა ალგებრა მუშაობს რა. ანუ მე მობილი მაგალითი რომ მეფეც გამოვაკლო კაცი და დავუმატო ხალი არის დედოფალი, ეგ მუშაობს. შესაბამისად ეს წინადადებები რო გვაქვს ეგენი რომ აუჯამოთ, ესე იდეურად რაღაც ხრივ მუშაობს რა. მაგრამ უკეთესი ვარიანტების არსებობს. ბერტი გარდა არის კიდე სხვადასხვა ვარიანტები, რაც ნუ ტრანსფორმერამდეც არსებობდა და იდეაში სენტენს ტრანსფორმერამდე საკმაოდ კარგი შედეგს დებდა ხოლმე. ესენი არის რაც TF-IDF მაგალითად ორთუეკი შეიძლება გამოიყენება, ან TF-IDF-თან ერთად კიდე არის ხოლმე BM25 რომელიც ხშირად გამოიყენება
აი ისეთი ტასკებისთვის, როგორიცაა მაგალითად search engine-ის გაკეთება. იმიტომ რომ რაც გვინდა რომ ჩქარი იყოს, არ შეიძლება არ გვინდოდეს დიდად რომ რაც inference-ზე ბევრი ფული დავხარჯოთ და DF-IDF-ი რა მატრიცა გვაქვს და მაგ მატრიცაში ვეძებთ ყველაზე ახლომდგომ დოკუმენტს. ნუ ხო, ეს ისე რა ვიცოდეთ, მე დიდად არ მგონია რომ ეს თემები DF-IDF-ი ან PM25 ძალიან გამოგადგებათან დაგჭირდებათ ოლიმპიადაზე თვითონ. მაგრამ ნუ ის ზოგადად კარგი მარტივი მეთოდებია, რომლებიც ხელით მარტივად იწერება რა. ხო და ნუ მაგათ გარდა, რადგან ნუ ეს ერთის ესე აჯამოა, რაც ცოტა არაინტუიტიურია და შეიძლება გვინდოდეს რომ რაღაც დადით დავფაინტუნოთ ან დავატრენინგოთ რა. მაგითო შექმნეს sentence transformer. ნუ sentence BERT. და ხო რა არის მიზანი sentence BERT-ის? მიზანი არის რომ მოდი ავდგეთ და რაც გავაკეთოთ ერთი რამე. კონდეს წყვილები. ეს წყვილები იქნება რაც კარგი წყვილები. ანუ კარგად რას გულისხმობ რა? სიტყვაზე თუ გვინდა რომ გავაკეთოთ რაიმე უბრალოდ ტექსტის დამეჩვა, ანუ ორი წინადადება რო კონდეს, ეგ ორი წინადადება ერთ და იგივე რამეს ამბობს თუ არა, მაგის გამოცნობა თუ გვინდა რა. და ნუ ეგ თან რატო არის საჭირო, რომ შეიძლება ეგ გააკეთო სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა ენაზე უკვე ცოტა საინტერესო ტასკი ხდება რა. ნუ ეგ თუ გვინდა, მაგისთვის რაც გვჭირდება, რომ ამ წყვილები კონდეს რა. ეხლა მაქვს ეგეთი კითხვა, რომ ავდგეთ და გავატრენინგოთ მოდელი შემდეგნაირად. BERT-ს გადავცეთ ერთი წინადადება და გადავცეთ ან მეორე წინადადება. მაგალითად რაღაც how to learn C ან ჩვენ თუ გვინდა რომ რაღაც ამ წინადადებას ხო იქნება რაღაც embedding არის ზომის რა მაგალითად. ამას იქნება იგივე ზომის რაღაც ერთი ვექტორი. ჩვენ თუ გვინდა ამ ორი ვექტორის დაახლოება ერთმანეთთან. და ნუ გვაქვს რაღაც ეგეთი წყვილები გვაქვს რა, რომლების დაახლოებაც გვინდა. ვაკეთებთ ეგეთ რამეს, რომ BERT-ში უშვებთ, რაღაც pooling layers მოვდებთ, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად აუჯამავთ უბრალოდ და ნუ შეგვიძლია რაღაც ერთი ნეირონული ქსელი კონდეს. და შემდგომ გავითვლით cosine similarity-ს და გვინდა რომ ეს ამის მინიმიზაცია მოვახდინოთ. ეს ტრენინგის ლოგიკა გასაგებია ხო? ამან დაგვიბრუნა იდეაში. ამ მეთოდმა დაგვიბრუნა ერთი ვექტორი, ამ მეთოდმა დაგვიბრუნა მეორე ვექტორი. და ამ ვექტორებს შორის cosine similarity დავთვალეთ და გვინდა რომ რაც შეიძლება ახლოს იყოს ესენი. ანუ რაც ერთი სწორი იყოს. ახლა ეგეთ კითხვას. თუ დავატრენინგებთ მაგ ლოგიკით. მაგ შემთხვევაში ეს ტრენინგი იქნება თუ არა სტაბილური. რა პრობლემა შეიძლება იყოს? როგორც მარტო ესეთი წყვილები რა. ნეგატიური მაგალითები არ გვაქვს? ხო, ნეგატიური მაგალითები არ გვაქვს. მაშინ ყველაფერი მსგავსი იქნება, იმიტომ რომ შესაძლებლობა ხო,
იდეაში კი მარტივი solution-ი არსებობს, ან ზოგადად რაც ნებისმიერი მოდელის ტრენინგისას შეგვიძლია ხოლმე წარმოვიდგინოთ რა არის ყველაზე მარტივი გზა რა მოდელმა იჩეთეროს და რას ეს ადოს რომ რაც შეიძლება მარტივად გამოსულოს. ამის ყველაზე მარტივი გზა არის რომ რეალურად ერთი და იგივე ვექტორი დავაბრუნოთ. სულ ერთიანები დააბრუნოს მაგალითად რა ნებისმიერ ტექსტზე. მაგ შემთხვევაში ეს ტრენინგის ლოსი გახდება ნულიანი, იმიტომ რომ ერთ და იგივე ვექტორი იქნება და ჩვენ ზუსტად ეგ გვინდა. მაგით ჩდება საჭირო კონტრასტივ ლოსი გქონდეს. და რა არის კონტრასტივ ლოსი? ჩვენ უნდა გქონდეს ტრიპლეტები, რომლებშიც გვექნება ერთი ანქორი, ერთი პოზიტივი და ერთი ნეგატივი. ჩვენ გვინდა რომ ანქორი და პოზიტივი ერთმანეთთან დაახლოვდნენ, ნეგატივი კიდე დაშვერდეს, რაც შეიძლება ანქორს. ეს რატო გვჭირდება? გასაგები არის? კი ბატონო. ახლა კითხვა ჩდება რა, როგორ ვიშოვოთ ნეგატივები? ან პოზიტივები შოვნა მარტივია ხოლმე როგორც ეს რაც. ასე კი გვაქვს, კითხვა პასუხი იქნება თუ რაც იქნება. რაღაც დატა გვაქვს მომზადებული რა. ამ პოზიტივების. ნეგატივი შეიძლება რა უამრავნაირად შეიქმნას. რა არის კარგი ნეგატივი? და როგორ შეგვიძლია ვიპოვოთ ეს ნეგატივი? ამ თემაზე ერთ ყველაზე მარტივი არის რომ random აურჩიოთ. აი მაგალითად ხა რაც კატამ დაიცინა კატას სინავს არის იდენტური და მეგენ შეგვიძლია პოზიტივად ჩავთვალოთ. კატამ დაიცინა და მანქანა მოძრაობს. არის რადიკალურად განსხვავებული. და ეგენ შეგვიძლია ჩავთვალოთ ნეგატიურად. მაგრამ იდეა შეიძლება გვინდოდეს რომ უკეთესი ნეგატივი გქონდეს რა. უკეთესი ნეგატივისთვის, უკეთესი ნეგატივი რა არის? უკეთესი ნეგატივი ამ შემთხვევაში იქნება რაც კატა აიღვიძა. ეს იქნება უკეთესი, იმიტომ რომ არ არის ამის იდენტური, საპირისპირო რაღაც მოხდა რეალურად. მაგრამ სემანტიკურად, არა, სემანტიკი არა, ფონეტიკურად ქვია, ალბათ. ფონეტიკურად გავაცან, იმიტომ რომ ერთი სიტყვა მეორდება, ეს სიტყვა ამ სიტყვასთან კავშირშია, რაღაც მხრივ, ანტონიმები არის ერთმანეთის. გავს რაღაცაზეა ლაპარაკი რა. და შესაბამისად, რაც ესეთი რაღაცების განსხვავება უფრო რთულია მოდელისთვის ვიდრე ესეთი რამის. შეიძლება გვინდოდეს მაგიტო უკეთესი ნეგატივები შოვნა, ვიდრე random ნეგატივები იქნება. აი როგორ ვიშოთ hard ნეგატივები? ხო, hard ნეგატივები ქვია, მაგ იმას რო ქვია. ეგეთ კარგი ნეგატივებს ასე ვთქვით რა. hard ნეგატივებისთვის გვაქვს დეში რაც ორი ყველაზე კარგი ვარიანტი არის. ერთი ვარიანტი არის რომ გამოვიყენოთ რაც იდეაში აქ ვახსენე BM-5 ეგ. BM-5 როგორც ვქვი, მარტივად დგება, ანუ რაც ტრენინგი არ სჭირდება BM-5-ში. იდეურად რო ახსნა რა არის თუ ეს თარგის ავლიეთ,
არის ვინმე ვაიხსნა. ოკეი. აი. მოდი def თან ერთ ბლოკს ჩავაგდებ. სულო. ეს ბლოგი არის საინტერესო, შეგიძლიათ საიტით გავარჩიოთ. ამ ბლოგში ლაპარაკი არის რა განსხვავება, ანუ ზოგადად რაც TF-IDF-ი არსებობდა ჯერ, მე შექმნა BM25. და რაც BM25 არის უფრო მაგარი ვერსია ვიდრე TF-IDF. ზოგადად რა არის ხარა TF-IDF მაგ დავუწყოთ. TF-IDF-ი არის მატრიცა, სადაც გვაქვს დოკუმენტები და სიტყვები. სვეტები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დოკუმენტებად, ID-ები, დოკუმენტების ID-ები და სიტყვების ID-ები. ეს დოკუმენტი შეიძლება იყოს რა წინადადება რა, მაინც რამ ეს ფინანსური დოკუმენტი არ უნდა იყოს. ჩვეულებრივად წინადადება და ამ წინადადებაში შემავალი სიტყვებია. და თითოეულ ადგილას წერია რაღაცა რიცხვი. ეგ რიცხვი არის TF-IDF ნიშნავს term frequency და inverse document frequency. და ეს კოდი წერია თითოეულ ადგილას რა. დოკუმენტი და ამ პოზიციაზე რაც ижеურ პოზიციაზე ასე რომ წარმოვიდგინოთ. რაღაცა რიცხვი წერია, რომელიც აითვლება სიხშირეების დათვლით რა. სტატისტიკური მეთოდი არის. დასწავლა ეგეთი არ ხდება რა. მაგიტო ხანუ ერთი შეიძლება პრობლემა ის იყოს, რომ უბრალოდ დიდი მატრიცა მიიღოთ სან. მაგრამ მაინც საკმაოდ კარგად მუშაობს, შეიძლება ასევე გააკეთოთ BM25-ზე მაგალითად TF-IDF-ზე SVD truncation-ი, რომელიც შეამცირებს ზომას და მაგით შეგვიძლია მივიღოთ ძალიან მარტივად პატარა ვექტორები სიტყვების მაგალითად. ნუ აქ პრობლემა რა თქმა უნდა შეიძლება ის კონდეს რომ out of vocab სიტყვებს ვერ გავუმკლავდეთ, მაგრამ ნუ საკმაოდ მარტივი მეთოდია და მაგიტო ოკეი არის რა იქ. და შესაბამისად შეგვიძლია რეალურად არ ნეგატივებში გამოვიყენოთ BM25. ანუ BM25-ის სახმარებით ამოვარჩიეთ საკმაოდ მსგავსი წინადადებები რა, ნეგატივებისთვის. ანუ random ამორჩევას BM25 ყოველთვის აჯობებს. მე და ნუ ერთი კიდე რაღაცაც გვაქვს არის რომ ნუ ეს Curix არის საკმაოდ. და მაგისთვის უნდა ვხსნა რა არის B-encoder-ი და cross-encoder-ი. მაგის ასახსნელად და კარგი იქნება რომ ასეთ აი კარგად. აი, მეცნიერთა. ხანუ რა განსხვავება არის B-encoder-სა და cross-encoder-ს შორის? B-encoder-ი არის, რაც აქ გავიარეთ რა. ანუ ესეთი sentence aspect-ს რო ვამბობთ, როგორ უნდა იმუშაოს და ნეგატივები რო გჭირდება. ნუ ხო, ეგეთი სტილის არის. ეს BERT-ი ორივე რეალურად არის ერთ და იგივე წონებია რა. ანუ ეს კოდის მხრივ რო წარმოიდგინოთ, რაც ერთი მოდელი იქნება variable და მაგას შევაკეთებთ or forward pass, მერე რაც
წერტილი და აჯამოვა იქნება სიტყვაზე და ამას გავატარებთ მერე რაც ერთ feed forward network-ში. რომელიც შეიძლება აკეთებდეს პროექციას უფრო დაბალ სივრცეზე მაგალითად თუ გვინდა ან სხვადასხვა სივრცეებზე აკეთებდეს სხვადასხვა ზომის ვექტორები ქონდეს და საბოლოოდ ვაკეთებთ ამათ cosine similarities. ეგ არის training objective-ი რა encoder-ის. თავისი რაღაც ნეგატივებით რა. cross encoder-ი განსხვავდება იმით, რომ არ გვაქვს ესეთი სტრუქტურა. აქ გვაქვს, რომ როგორც BERT-ის ტრენინგში იყო, რომ შემდეგი წინადადების prediction-ს აკეთებდა, მოყვება თუ არა. აქაც დაახლოებით ეგრე არის, რომ შუაში ტოკენი გვაქვს და გადაეცემა A წინადადება და B წინადადება. და ამან და დააკლასიფიციროს რა, რამდენად ახლოს არის ესენი ერთმანეთთან. ანუ cross encoders არ უყენებთ ჩვენ როგორც თული, რომელიც გვაძლევს წინადადების embeddings. cross encoderi გამოიყენება თული, რომელიც გვეუბნება A წინადადება B წინადადებას გავს თუ არა. ეს სიმს გავსე არის ამოცანაზე დამოკიდებული. ამოცანა შეიძლება იყოს retrieval-ი, შეიძლება იყოს რაც რაიმე სხვა რა. text matching-ი ან უბრალო კლასიფიკაცია შეიძლება ის იყოს რა ქვია. პოზიტიურია თუ ნეგატიურია, მაგის დადგენა გვინდოდეს წინადადება ან რაიმე სხვა რა. შესაბამისად რაც cross encoder-ი რადგან ერთ მოდელში რადგან არის რა ეს ორივე წინადადება. ამ გრაფიდან ის კარგად ჩანს, რომ უკეთეს შედეგს გვაძლევს. ანუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი ახლა რა, რომ იდეაში B-encoder-ით რომ დაატრენინგო მოდელი ჩვეულებრივ დავაგენერიროთ embedding-ები მერე და რაღაც ნებისმიერ downstream task-ზე დავაფაინტუნოთ მაგალითად რაღაც ეს სემანტიკურ ანალიზზე რა, რომ პოზიტიურია თუ ნეგატიურია, იქ დავადგინოთ მაგალითად წინადადება. მაგ შემთხვევაში cross encoder-ი ამ კლასიფიკაციას უკეთესად იზავს ვიდრე B-encoder-ი. მაგრამ cross encoder-ი არ გვაძლევს ერთი წინადადების ვექტორს. გვაძლევს უბრალოდ 0-1 რიცხვს რა. მაგით შეგვიძლია გამოვიყენოთ cross encoder-ი, რომ teacher student transfer learning-ი გავაკეთოთ რა, იდეურად. ეგ რას ნიშნავს რა? გვაქვს დატრენინგო მონაცემები, დავატრენინგოთ ორივე მოდელი. უბრალოდ ორივე მოდელი დავატრენინგოთ cross encoder-ი. cross encoder-ის ტრენინგის შემდგომ B-encoder-ის ტრენინგისთვის შეგვიძლია cross encoder-ით დავაგენერიროთ hard ნეგატივები. ანუ რაც ავუგებთ ამ პოზიტიურ წყვილებს და cross encoder-ით შემდეგი ყველაზე ახლოს მდგომი კლასის მიხედვით რა, ყველაზე ახლოს მდგომი რომელიც იქნება, მაგას აურჩევთ. მაგ წინადადებას. ეგ მოგცემს უკეთეს შედეგს, ვიდრე რაც B-65 ოდესმე მოგცემდა რა, მაგალითად, იმიტომ რომ B-65 უბრალოდ რაც იმას უყურებს, სიტყვები რომელ დოკუმენტში რამდენჯერ გვხდება და ეს რაც იყენებს BERT-ის უზარმაზარ ცოდნას რა. ეს მეთოდი იდეაში ესე კარგია, ლამაზია, მაგრამ მძიმე არის რა, იმიტომ რომ ცალკე რაც კომპიუტერი გინდა დიდი, დრო გჭირდება დიდი cross encoder-ის ტრენინგისთვის და პრობლემთან ასოცირდება. თქვენ ალბათ უფრო მეტად ამასთან შედარებით რაც რა თქმა უნდა
იყო ეგეთი ტასკი, რომ რამეზე sentence transformer-ის fine tuning-ი ჭირდებოდეთ. უკეთესი იქნება, რომ ეს fine tuning-ი გააკეთოთ ალბათ მე df-idf-ი ან bm25-ით. ანუ გააკეთოთ ნიშნავს, რომ ამებით დააგენეროთ hard ნეგატივები და შემდგომ რომელიმე loss-ი აირჩიოთ. ანუ loss-ები რამდენიმე არის რა. და კიდე ტრენინგი დამოკიდებული არის ხოლმე რამდენ ნეგატივს ურჩევთ. ზოგადად რაც მეტი იქნება ნეგატივი, მით კარგია ხოლმე რაღაც ხრივ რა. 4 ნეგატივი შეიძლება გქონდეს, 8 ნეგატივი შეიძლება გქონდეს ან ესეთი. ნუ ხო დეტალებში არ ჩავალ თვითონ ლოსების გარჩევაზე, რა ლოსია, ასე ინფლუენსი ლოსი მაგალითად ხშირად შეგხვდებათ ხოლმე ალბათ რა. რაც go to ლოსი ასე რომ ვთქვათ. ამ ტასკისთვის. რამე ვარ დავუკვირდა. ნუ ოკეი, რა ამ თემებზე რამე კითხვა არ გაქვთ. რაც მიმოვიხილეთ ამდენი რამე. აი, კითხვებს დავსვარ რამდენიმე მაშინ. გისმენთ. ანუ ზუსტად არის ანუ hard ნეგატივებს ამაგებს როგორ ვაგენერირებთ ვერ მივხვდან ამ დატასეტი ანუ bm25 პირდაპირ გვაძლევს ამ hard ნეგატივებს თუ უბრალოდ არა არ გვაძლევს პირდაპირ მოდი ანუ რაღაც აი მეთქვა კაი გამოვიქეთ პოდკასტი იყოს რა რაიმე უბრალოდ წინადადებების მეჩინგი გვინდა რა ანუ გავსი წინადადება რას გადამონაცვლებით რო დავადგინოთ რას იგივე თუ არა რა როგორც აქ იყო რას ეგეთი გვინდა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რა წინადადებები რა ბევრი და ნუ აქ შემთხვევაში გვაქვს ხოლმე როგორი დატა რა უკვე რა ვიცით რომელი წინადადება არის რომელი წინადადების ეკვივალენტური ანუ კარგი წყვილები გვაქვს რა ასე რომ ვთქვათ ანუ ესეთი ბევრი წყვილია მაგალითად ეხლა მიზანი არის რომ ნუ როგორც უკვე ვთქვით რაც მარტო კარგი წყვილებზე ტრენინგი არ მუშაობს იმის გამო რომ მოდელი იპოვის მარტივ გამოსავალს რომ მოდი ყველა ემბედინგი გავხადოთ კონსტანტა რიცხვი მაგის გამო გვჭირდება ნეგატივი როგორ შეგვიძლია ნეგატივი ვიპოვოთ ესეთ ხო ბევრი წყვილია რა და ამ წყვილისთვის მაგალითად ნეგატივად რომ რაც ესაურჩიო რა მოდი რამე აწინადადება იყოს ეს იყოს შეწინადადება ABCD F ესეთი რამე ყოლეს რა მაგალითად აწინადადების შეგვიძლია ჩვენ ავთქვით და უბრალოდ რენდომად ავირჩიოთ F წინადადება ნეგატივად. დავთვალოთ რომ რავი ანუ ნუ დიდი დატასეტი გვაქვს სიტყვაზე და ამ დატასეტში რენდომ რომ ამოვირჩიო რამე სხვა წინადადება, ავი ძალიან მცირეა შანსი რომ ამის ეკვივალენტური წინადადება იყოს. ეგეთი ესამშენი გქონდეს რა. შესაბამისად რაც F-ი რომ ამოვარჩიო ნეგატივად ეგ არის ჩვეულებრივი ნეგატივების პოვნა.
გვინდა ეხა დავფიქრდით რა და რაღაც აი კატამ დაიძინა და მანქანა მოძრაობს. ნუ ოკეი რა, მაგრამ უკეთესი ჩაგულია რა, იმიტომ რომ და რატო ხვდებით მაგას? იმიტომ რომ რაც კატამ რო არის ნახსენები და ძილი რო არის ნახსენები, შეიძლება იქ პირდაპირ დაამსგავსოს ამას რა. ჩვენ გვინდა რომ უფრო აი რას აღქმა კონდეს სამყაროსი რა, რომ კატამ რო დაიძინა, იქ ნიშნავს რა, ეგ არ არის იგივე რაც რაღაცა კატამ გაიღვიძა რა, მაგალითად, როგორც თქვი. ხო, ნუ შესაბამისად მაგისთვის გვინდა რომ ვიცოდეთ ამ რაც სიტყვის მსგავსი ამ წინადადების მსგავსი წინადადებები რომლებიც ხლად ექვივალენტური არა. ანუ გავთვალოთ რომ აქ რაც ეგეთი assumption-ი გავაკეთოთ რომ ამ PR-ებში ას მსგავსი სხვა არაფერი არაა, ანუ მარტო B არის ეკვივალენტური. და გვინდა რომ ყველაზე მსგავსი ამოვარჩიოთ, რომელიც ნუ ხო რაღაც მსგავსი არის, მაგრამ ეკვივალენტური არ არის. მაგისთვის იყენებენ BM-25-ს, რაც ვთქვი. BM-25-ით შეგვიძლია რომ ვნახოთ აწინადადებ, ანუ პირდაპირ ანუ ამაში რა ქვია. ეს ხო მატრიცაა. აქ ხო არა დახატულისები. არა ხო ნუ რაც მატრიცა არის დედა T გადაეცემა. ანუ D-ზეც გვაქვს იდეაში ერთი ვექტორი და ანუ წინადადებებზეც გვაქვს ვექტორი და სიტყვებზეც გვაქვს ვექტორი. შესაბამისად შეგვიძლია რომ მსგავსი წინადადებები ამოვიღოთ BM-25-დან, ან DFI-დან. მსგავსი წინადადებების ამოღები, ანუ მსგავსი ვექტორების ამოვიღებთ და ამ ვექტორების დახმარებით ყველაზე მსგავსი რომლებიც იქნება ერთმანეთთან, მაგას დავსვათ ნეგატივად რა და ნუ ამ შემთხვევაში შეიძლება რაც არ ვიცი ხა, მაგრამ D იყოს მაგალითად შეიცვალოს რა. რაც იქნება რომ ან კატამ დაიძინა და კატას წინავს და შეიძლება იყოს კატამ გაიღუცა ნეგატივი რა მერე. იმიტომ რომ კატამ მეორდება ორივე მხარეს. და ჩათვალა რომ ეგ ყველაზე მსგავსი არის ამასთან. გასაგები არის განსხვავება არის ნეგატივსა და hard ნეგატივს შორის და რატო არის hard ნეგატივი საჭირო. ოკეი. cool. რამე სხვა კითხვა ხო არ არის? ოკეი. აი, მაშინ მოდი რაც რამდენიმე კითხვას დავსვა რომ გავიგოთ ანუ გავიმეოროთ რაც გავიარეთ და დავწუნდეთ რომ მართლა გავიგეთ ყველაფერი და გავიაზრეთ. და მე რაღაც use case-ებზე ვილაპარაკოთ, რავი, რა შეიძლება გავაკეთოთ given egg მოდელი რა. რომელიმე ესეთი მოდელი. ჯერ დავუბრუნდეთ ამას რა. აი, რა განსხვავება არის რა განსხვავება არის ბერტსა და ელექტროს შორის? როგორ არის ბერტი დატანებული, როგორ ელექტრო? ანუ ანუ ბერტზე ელექტროსა და ბერტს შორის ისაა განსხვავება, რომ ანუ ელექტროში აღარა გვაქვს next set-ის prediction-ი და ანუ ასევე ანუ generator მოდელიდან discriminator მოდელზე გადავიყვანით, ანუ ესე შევცვალოთ რომ ანუ წინადადებას ვაძლევთ და რაღაც random ტოკენებს ვცვლით, რანდომული ტოკენისა და ანუ ელექტროს მიზანია რომ ანუ არასწორი ტოკენებზე ერთიანი მოგცეს, სწორ ტოკენებზე ნულიანი, ანუ რაც შეცვლილია იმაზე გითხრათ რომ ანუ შეცვლილია. და ანუ და რა უპირატესობა აქვს ეგაც თქვენ? ის უპირატესობა აქვს რომ ეხლა ანუ უფრო მეტი learning signal-ი აქვს რომ ანუ ყველა ტოკენით
ანუ კი, გასაგებია. ყველა ტოკენს იყენებს იმისთვის, რომ დაადგინოს კი, რომელია შეცვლილი, რომელია არა შეცვლილი და კი ბატონო, გასაგებია. კარგი. ამ თემაზე ვიდეო რამე კითხვა და რაც შეიძლება იყოს. ხო, ნუ ისეთი კითხვა, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ავიწყდება თხანმე ზოგადად რაც ეგეთი რაღაცები ადამიანებს. რას გვაძლევს საბოლოოდ ერთი. ეს კითხვა დავსვით დღეს უკვე ერთხელ და გავიმეორეთ კიდე. რას გვაძლევს ბერტი? ჯერ რას ვაძლევთ ბერტს, ანუ წინადადებას ვაძლევთ, სიტყვებს ვაძლევთ, რამდენიმე წინადადებას ზოგადად ეგ ამბავი და რას გვიბრუნებს? ეგაა კითხვა. რასხი? ანუ ბერტს წინადადებას ვაძლევთ, აი მაგალითად პირველი ტოკენი იქნება ციხლეზი და დანარჩენი რაღაც წინადადების ანუ ტოკენიზირებული წინადადების კონტენტი, ანუ შეიძლება მაგალითად SEP ტოკენის გამოვიყენოთ, რომ რამდენიმე წინადადება მივცეთა და ანუ ბერტის თავი მოდელი, ანუ ამას რაღაცას ანუ ამაზე რაღაც როგორ ვთქვა, გამოთვლებს აკეთებსა და მე head-ით ჩვენ საბოლოო რაღაც output-ი იგვეძლება, რომ ანუ ჩვეულებრივ ბერტის გაწვრთნის დროს ძირითადად ის არის რომ ანუ mask ტოკენები რომ ანუ რეალური ტოკენით რომ შეცვალოს, ანუ რაღაც გენერატორ head-ი აქვს და სხვა შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ეს head-ი უბრალოდ წავუშალოთ, რაღაც ერთი უბრალოდ fully connected layer-ი იქნება და სხვა რაღაც გავაკეთებინოთ. კი, მაგას შეგეთხოვებ. მოდი ცოტა შევცვალოთ კითხვა და ჰედამდე რა გვიბრუნდება. ანუ რაზე შენ ხო ხა თქვი რომ რაღაც შეგვიძლია რომ მაგალითად რაიმე რაც ლეიერი დავუმატოთ და სიტყვაზე რამე prediction-ი გავაკეთოთ. ანუ ვასწავლოთ რაღაცის prediction-ი მე მაგით რა. კითხვა მაქვს ეგეთი რომ რა ანუ აი მათემატიკურად რა გვაქვს რა ჰედამდე ვექტორებია მატრიცა ანუ ეგეთი კითხვა რა ანუ feature vector ანუ რაღაც feature vector-ი გვექნება ანუ რომელიც გამდიდრებულია იმ ინფორმაციით რომ ანუ წინადადების სტრუქტურის შესახებ ანუ რაღაც ვექტორ ანუ ერთგანზომილებიანი ვექტორი გვექნება ხო ანუ ფიქრობ რომ ბერტში რომ შევშვათ ერთგანზომილებიან ეს იმაში რა ვთქვა რა ერთი დეზე ის იქნება ხო ვექტორი კი ხო ეს არ არის სწორი სამწუხაროდ და მაგით გვჭირდება ცალკე რაღაცები ჩალჩი sentence transformer-ი შექმნისთვის ჩვენ იდეაში ბერტში რო უშვებთ ტოკენებს რა თითოეულ ტოკენზე გვიბრუნდება ვექტორი ანუ ამ შემთხვევაში 10 ტოკენი თუ შევუშვი 10 საბოლოო ვექტორი მექნება ანუ 10x რა 1024 ზომის მატრიცა იქნება რა ასე რომ ვთქვათ მეხუთე შესაბამისად ანუ ეგ რადგან არ არის ან sentence transformer-ზე კაკრას ეგ იყო რა მაგ თემაზე იყო ლაპარაკი რა არ გვაქვს ერთი ვექტორი და როგორ შეიძლება გავიგოთ რაღაც ორი წინადადების შორის cosine similarity რა არის რა ანუ ერთი წინადადების ვექტორი როგორ წარმოვქნათ და მანდ იყო მე რა რაღაც როგორ შევიდა მოხსენე შეგვიძლია მოდი უბრალოდ ტრივიალურად აუჯამოთ ანუ 10 ვექტორი თუ ყველა ერთი და იგივე ზომის 1024 მაგალითად
უბრალოდ აუჯამოთ ესენი და embedding-ებია რაღაც დონეზე ოკეი იქნება რა. ეგ ინფორმაცია რასაც მოგცემს. და ხო შემდგომ იყო რომ მოდი ეს აჯამოსთან ერთად რაღაცა დავუმატოთ, დავატრენინგოთ და მთელი ამბები რა. რაც საუბრობთ sentence transformation-ში. გასაგებია ხო? ოკეი. კარგი, ხა გადმოვიდეთ აქეთ ხარს. დავუშვათ ეგეთი კითხვა. რატო გვინდა ნეგატივები? გისმენთ? მხოლოდ სწორი მხოლოდ ერთმანეთთან დაახლოებული წინადადებებზე რომ დავათრინოთ უბრალოდ მოდელი იმ შურთქაც გამოიყენებს რომ სულ ერთიანს დაბეჭდავს ან ერთიანთან ახლოს რეალურად იმას არ ესწავლის რომ რატო უნდა წინადადების სტრუქტურას არც დახედავსა და ნეგატივები იმიტომ გვჭირდება რომ ეს რომ არ გააკეთოს, რომ უბრალოდ შორტკატი არ გამოიყენოს და წინადადების სტრუქტურას უყუროს, მაგრამ მაგასაც ისაკლია რომ უბრალოდ ჩვეულებრივი ნეგატივებით, როდესაც ერთ წინადადებაში ასაუბარი მაგალითად კატაზე და მეორე წინადადებაში მანქანაზე, მანდ ეგ მაგალითი ქონდა მაგ შემთხვევაში ძალიან მარტივია რომ მოდელისთვის მარტივია ეგ რომ გაიგოს. Okay. Okay. მაგიტომ hard ნეგატივებიც გვჭირდება. კი ბატონო. ეს ასე ვთქვათ, რაც shortcut-ი. უბრალოდ ბევრგანაა ხოლმე რა განახსენები და რაც paper-ების გარჩევისას გამოგადგეთ შეიძლება ხოლმე რა. გაიაზროთ. მარტივი შორტკატია, რაც შეიძლება იპოვოს ხოლმე რა. მოდელი. ოკეი. კარგი, hard ნეგატივების იდეაში დავხსენეთ და ბოლო კითხვა იყოს რა არის cross encoder-ი და რა არის b encoder-ი და როგორ განსხვავდება ეს ორი ერთმანეთისგან? გისმენთ? cross encoder-ში ის არის რომ ამ BERT-ს მიეწოდება ორივე წინადადება, რაღაც ტოკენით გამოყოფილი და მე Z classifier head-ი არის დაშენებული და 0-სა და 1-ს გვაძლევს პასუხა და რაც 0-დან 1-მდე. კი ბატონო. გვაძლევს და ხო და B encoder-ში კიდევ ორი სხვადასხვა ორი ერთი და იგივე weight-იანი BERT-ი არის გამშვებული, ერთი და იგივე მოდელი და თითოეულზე ერთი წინადადება მიეცემა რაღაც head იქნება შეშინებული ამაზე და ორ ვექტორს გვაძლევს, და მე cosine similarity-ს ხმარობს. კი ბატონო. აქაც ეს pooling-ი რო არის, მაგით გვჭირდება pooling-ი რა, რაც რამდენიმე სხვადასხვა ვექტორია და JSON და აუჯამოთ ხოლმე რა. ოკეი. ეხლა ერთი შემიძლია მაგალითი გაჩვენოთ მაგალითად რა ბიჭკოქროფია არის რა კარგია. ეს არის ერთ-ერთი მაგალითად sentence transformer. და sentence transformer რაც დატრენინგებულია რაღაც მეთოდებით
იდეაში დაწმენდებული არის თუ სწორედ მახსოვს რობერტაზე. ხა XLM რობერტაზეა დაწმენდებული, დაშენებული და ნუ სხვადასხვა ენებს, მათ შორის ქართულსაც ასაპორტებს. და შეგიძლიათ ნახოთ, გამოიყენოთ ტრანსფორმერებიც ასაპორტებენ. ბიბლიოთეკა, ანუ ეს შეიძლება რავი, მოცემული კონდეთ რა, რომელიმე ამოცანაში სიტყვაზე. ეს ისე მაგალითად რა ვიცოდეთ რა მოდელი არსებობს სიტყვაზე ამ სტილის რა. ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე, რაც არის გამოყენებითობა. რაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის. როგორ გამოვიყენოთ, რა ტასკები შეგვიძლია მოვიფიქროთ, რაც მაგალითად ოლიმპიადაზე შეიძლება მოვიდეს და ასე შემდეგ. ნუ ყველაზე ტრივიალური არის, რომ რაიმე ტიპის ძებნა იყოს დავალება რა. შეიძლება სპეციფიკური იყოს, რასაც მაგალითად ვერ აკეთებდეს და ტრენინგი სჭირდებოდეს მოდელს, რომ დააფაინტუნოთ, რომ ეს ემბედინგები ერთმანეთთან დაახლოვოთ და ნუ სწორად დაახლოვოთ ტრიპლეტ ლოსით. და შემდგომ რაიმე ტიპის ძებნა განახორციელოთ რა. მაგალითად რაც კითხვა დასვა და ამ კითხვის შესაბამისი აბზაცი უნდა იპოვო წიგნში და იყოს რაც ტასკი იყოს ეგ. მეორე რაც შეიძლება იყოს არის რაიმე სახის კლასტერიზაცია. იმიტომ რომ რადგან ნუ უკვე გვაქვს წინადადების ემბედინგი, შეგვიძლია რა არ ვიცი. შეიძლება ამცანა იყოს ისეთნაირად ახსნილი, რომ არ გქონდეს კლასები. ანუ არასუპერვიზირებულ რეჟიმში გიწევდეთ რაღაცის რავი დადგენა, არ ვიცი ახლა ეს. თორე ეს ჰაერს ხდება რა. რავი კლასტერიზაცია, იმეილების კატეგორიზაცია გვინდოდეს, რომ რაღაც გამოვყოთ მაგალითად ორი ტიპის იმეილები რა. სამსახურის და ესეთი რაღაცა. საშოპინგო რაღაც ეგეთი იმეილები. და ნუ მაგისთვის უბრალოდ გამოვიყენებთ რომელიმე კლასტერიზაციის მეთოდს, ვექტორებად გვექნება ჩვენი sentence transformer-ის მიერ შექმნილი ვექტორები. ნუ k-ში რო შევაგდოთ, დიდი ალბათობით გამოიყოფა რამდენიმე კლასტერი. ეს შეგვიძლია მე რა PCA-იან ისნით ვნახოთ, რომელი კლასტერები გამოიყოფა ზუსტად. და ნუ რაღაცა ხელით მე შემოვხატოთ და დავუკლასიფიციროთ რაიმე ეგეთი გავაკეთოთ. ან დავადგინოთ მსგავსი იმეილები, რომლები ერთმანეთის ან ტასკს გააჩნია, მაგრამ ეგეთი რაც ამათან გამოყენება შეგვიძლია რა მაგალითად. ნუ მულტიმოდალი საინტერესოა და მაგისთვის ნუ ეს მოდელი არ გამოიყენება ნაწილობრივ, მაგრამ ნუ სხვა მოდელი ქვია რა. ეს მოდელი არსებობს, კლიპი ქვია, რომელსაც იყენებენ უფრო მეტად ამ ტასკისთვის, რაც არის რა. ანუ იდეა იგივეა, ჩვენ გვაქვს რა წინადადებები, ანუ ეს ხო მაგალითად წინადადებებისთვის მარტო გამართული, აქ არის რა წინადადებაც და ფოტოც გვიბრუნებს ვექტორს და მოდელი მუშაობს ისე რომ შენ რო დაწერო ტექსტი რომ იპოვე კატა, რომელიც რაღაცას აკეთებს, რა სინავს კატას. იდეაში ფოტოდან მიხვდება, რომელი, ანუ ეს ტექსტი, რომელ ფოტოს მისაგება ყველაზე მეტად რა. ისე რომ არაფერი, ანუ
უკან არაფერი ისეთი არ ხდება, რაც LLM-ით დააგენერირო და რამე ეგეთი რა. უბრალოდ ემბედინგები თავისთავად დაბრუნებულია ესეთი, რომ მაგ ორ ემბედინგ შორის cosine similarity არის ახლოს. ეგ არის კლიპზე რაც შეიძლება ვთქვათ რა. და კლიპი ალბათ რომელიმე ლექციაში მომავალში გავხდებათ. ნახანო ეს მულტიმოდალობა ხშირია ხოლმე და ამოცანებიც არის ხოლმე მაგალითად ხშირად რა. არის. რამე სხვა კითხვა ხო არ გვაქვს? Okay. აი მაშინ მოდი გავაჩერებ ჩატარებას.